ეხლა გადავდივართ ღაზის სექტორზე. ეხლახან გავრცელდა ინფორმაცია. აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი და სიძე ჯარედ კუშნერი როგორც იუწყებიან დღეს, ეგვიპტის პრეზიდენტს ესაუბრა ღაზის ცეცხლის შეწყვეტის განხორციელების საკითხზე. ეს ინფორმაცია სისის პრეს-სპიკერმა გაავრცელა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადრე ჰამასის წარმომადგენლებმაც უთხრეს AFP News, რომ შეხვედრა იგეგმება ჰამასის მოლაპარაკებების დელეგაციასა და, რა თქმა უნდა, მშვიდობის საბჭოს ღაზის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს შორის. ეს იქნება ნიკოლაი ლადინოვი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუშნერიც იქნება ამ შეხვედრის ნაწილი, რომელიც ეგვიპტეში უნდა გაიმართოს. მაგრამ თუ ღაზაზე ვილაპარაკებთ, ღაზიდან ვრცელდება ძალიან შემაშფოთებელი ვიდეო, რომელიც ამ ომის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ რეალობას უსვამს ხაზს. და ეს არის ბავშვი ჯარისკაცები. ჰამასისა და წინააღმდეგობის მხარდამჭერი არხები ავრცელებენ კადრებს, სადაც პატარა ბიჭი ატარებს და ისვრის RPG-ს ისრაელის ტანკისკენ, ხოლო მისი დაღუპვის შემდეგ მას გმირად და მოწამედ წარმოაჩენენ. ვიდეო გავრცელებული ინფორმაციით მოგვითხრობს ბიჭის ისტორიას, რომელმაც ომში ოჯახის დიდი ნაწილი დაკარგა და შემდეგ ჰამასმა აიყვანა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ პროპაგანდა არ არის, არამედ ბავშვების რეკრუტირების განდიდება და ტრაუმირებული ბავშვის პოლიტიკური და სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაა. მაშ, რატომ აჩვენებს ჰამასი ამ კადრებს ახლა? რას გვიყვება ეს ომში ბავშვების გამოყენებაზე? ეხლა ჩვენთან ერთადაა ენდრიუ ფოქსი, ჰენრი ჯექსონის საზოგადოების მკვლევარი. ენდრიუ, რას გვიყვება ეს ვიდეო ჰამასის რეკრუტირების შესახებ ამჟამად? განსაკუთრებით ბავშვების გამოყენების მხრივ და რამდენად ფართოდ არის ეს პრობლემა გავრცელებული ომის ამ ეტაპზე? კარგად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰამასის მიერ ბავშვი ჯარისკაცების გამოყენების შესახებ ახალი არაფერია. ამაზე ანგარიშები დაწერეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა Human Rights Watch და Amnesty, რომლებიც ამაზე წერდნენ ჯერ კიდევ 2014 წელს. ასე რომ, აქ ახალი ფენომენი არ გვაქვს. მაგრამ რასაც ეხლა ვხედავთ, არის საინტერესო ნარატივების შეჯიბრი, ჩემი აზრით. რადგან ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელსაც ისრაელის წინააღმდეგ იყენებენ მსოფლიოში, არის ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ღაზაში დაიღუპნენ. და რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. მაგრამ ასევე ვფიქრობ, აჩვენებს თუ როგორ აქცია ჰამასმა ეს თემა სრულიად უსირცხვილოდ იარაღათ, მათ შორის ბავშვი ჯარისკაცების გამოყენებით ღაზაში. და ეხლა ამას ხედავთ ღაზაში, სოციალურ მედიაში და გარდაცვალების ცნობებში, რომლებიც გამოქვეყნებულია საბრძოლო ჯგუფების, როგორიცაა პალესტინის ისლამური ჯიჰადი მიერ. როდესაც ისინი აქვეყნებენ გარდაცვალების ცნობებს, სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავთ, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვი ჯარისკაცები საჯაროდ სახელდებიან. და ეს აშკარად განმეორებადი თემაა იმაში, თუ როგორ ებრძვიან ჰამასი და მათი მოკავშირეები ამ ომს ღაზაში. მართალია. მაგრამ რატომ აირჩევდა ჰამასი, რომ ამ ეტაპზე ესეთი ვიდეო საჯაროდ ეჩვენებინა? ეს ძირითადად პროპაგანდაა. თუ როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს სერიოზულ პრობლემასთან რეკრუტირებაში, იმაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ვიცით. იცით, გაზას სექტორში ტერორისტული ჯგუფის მიმართ მზარდი რისხვის ფონზე. დიახ, ვფიქრობ, აქ აუდიტორიის ანალიზი უნდა გავაკეთოთ და კიდევ ერთხელ, 7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასმა მიზანმიმართულად გაავრცელა სხვადასხვა ტიპის პროპაგანდა სხვადასხვა აუდიტორიისთვის. სხვადასხვა გაიხსენეთ, 7 ოქტომბერი. ისინი ცდილობდნენ არაბული სამყაროსთვის სიძლიერის გზავნილის მიწოდებას, რომ ბავშვებს ზიანს არ აყენებდნენ. იცით, მათ პროპაგანდისტული ვიდეოები გაავრცელეს, სადაც ამას ამტკიცებდნენ. და შემდეგ, რა თქმა უნდა, როგორც კი ისრაელმა უპასუხა, ისინი გადაერთნენ დასავლეთისთვის მიმართვაზე და დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რამდენად სუსტები, დაუცველები და გენოციდის მსხვერპლი იყვნენ ისრაელის მხრიდან. ასე რომ, ჰამასი ძალიან კარგად ახერხებს ამ ნარატივის მორგებას. და ვფიქრობ, ამის დამადასტურებელი ვიდეოებიც არსებობს. ეს ტრაგიკული ვიდეო, რომელსაც ახლა ჩემს გვერდით აჩვენებთ. ღაზაში დედები, როგორც ხედავთ, ადიდებენ თავიანთი შვილების მოწამეობრივ სიკვდილს. ისინი პირდაპირ მიმართავენ ისრაელს და ამბობენ: ნახეთ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, სანამ სული გვიდგას. ჩვენი მოწამეები, ეს ჩვენთვის რელიგიური მისია. და როდესაც ამ ნარატივს საკუთარ ხალხს აწვდიან, მე ვფიქრობ, ისინი ალბათ ცდილობენ შიდა მხარდაჭერის გამყარებას. ისინი აჩვენებენ, ამდენად შორს არიან მზად წასასვლელად მათი თანამემამულე ღაზელები, რომ საკუთარი შვილებიც კი შესწირონ ამ ბრძოლას. კი, ისტორია, უბრალოდ მინდა ზოგადად ვისაუბრო მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტაზე. ალბათ მოლაპარაკებებზე. ამ ეტაპზე ჩვენ ხედავთ სიტუაციას, სადაც თითქოს არანაირი წინსვლა არ არის შემდეგი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომ რეალურად დასრულდეს ეს ომი. როგორ ხედავთ, როგორ განვითარდება ეს მოკლევადიან პერსპექტივაში? განსაკუთრებით ახლა, როცა ვიცით, რომ ჯარედ კუშნერი მომავალ კვირაში ეგვიპტეში ჰამასის ლიდერებს შეხვდება.
დიახ, ანუ ნახეთ ეს დაძაბულობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში თავიდანვე არსებობდა მას შემდეგ რაც ის გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა. თქვენ გაქვთ თურქეთი და ყატარი, რომლებიც ჰამასის მხარეს გავლენას ახდენენ, რათა ისინი მძევლების გათავისუფლებაზე დაითანხმონ და ცეცხლის შეწყვეტის საწყისი შეთანხმება საბოლოოდ შედგეს. მაგრამ არავის ნამდვილად არ უფიქრია სერიოზულად იმაზე, როგორ უნდა დაარწმუნო ფსიქოტიკური ჯიჰადისტური ტერორისტული ჯგუფი, რომ ნებაყოფლობით ჩააბარონ იარაღი. ანუ უფიქრობ უნდა შევწყვიტოთ თავის მოტყუება თითქოს ჰამასი რაციონალური აქტორია დასავლური გაგებით. ანუ ნახეთ, ის ფაქტი, რომ ისინი ბავშვი ჯარისკაცების ვიდეოებს არცელებენ, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა ისინი ცეცხლის შეწყვეტის პროცესს ცოტა სხვანაირად უყურებენ, ვიდრე თეთრი სახლი და ჯარედ კუშნერი. ასე რომ მთავარი დიდი კითხვა აქ არის, რა არის რეალურად მისაღწევი? ჰამასი მართლა ჩააბარებს ყველა იარაღს, როგორმე? ძალიან გამიკვირდება. და დიდი ხანია არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ. ასე რომ კითხვა ასეთია. საით უნდა წავიდეთ აქედან? ვფიქრობ, სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. რას არის მზად ისრაელი რომ დათანხმდეს? რას არის მზად იერუსალიმი რომ დათანხმდეს? რაზეა მზად თეთრი სახლის მომლაპარაკებელი დათანხმდეს და რა პოზიცია აქვს არაბულ ქვეყნებს ამ საკითხზე? და რა თქმა უნდა, რას არის მზად ჰამასი რომ დათანხმდეს? რადგან 2.5 წლის ომმა ისინი ვერ დაამარცხა, ვერ გატეხა მათი სული ბრძოლისთვის და მათი რელიგიური მისიის შენარჩუნებისთვის ისრაელის წინააღმდეგ. მაშ, საით მიდიხართ? და ვფიქრობ, ჯერ არავის უპასუხია ამ კითხვაზე. ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ როგორც ყოველთვის, ისევ ხედავთ, როგორ გრძელდება ბრალის გადაბრალება. Andrew Fox, დიდი მადლობა, რომ გაერთიანებული სამეფოდან შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა.